მოგესალმებით ყველას ჩემო მეგობრებო ვიდეო ლესონზე მე ვარ მირშო და დღეს მე მინდა წარმოგიდგინოთ ტოპ 5 უფასო თამაშის სტემიდან ნაწილი მეოთხე. მოდით დავიწყოთ ჩემო მეგობრებო დღევანდელი ჩვენი ტოპი და ვნახოთ თუ რა თამაშები მოხვდნენ დღევანდელ ხუთეულში. პირველი თამაში ეს არის სახელწოდებით Warframe, შესანიშნავი თამაში, სადაც თქვენ მოგიწევთ ჯგუფებად დაყოფა და ერთმანეთთან დაპირისპირება. თამაში არის უამრავი კატეგორიისა და ასე ვთქვათ დონის იარაღი ჩემო მეგობრებო და საბრძოლო მასალები. ასევე ამ თამაში არის ძალიან ბევრი ლოკაციები და ძალიან კარგი და ლამაზი გრაფიკა. თამაშის ძირითადი მოთხოვნილებები არის ის, რომ მას სჭირდება ნებისმიერი სახის Windows-ი, ოპერატიული 2 GB, ხოლო ვიდეო კარტა 512 MB. შემდგომი თამაში ჩვენს ტოპში ეს არის Atlas რეაქტორი, ჩემო მეგობრებო, შესანიშნავი თამაში უამრავი პერსონაჟითა და დავალებებით. თამაში შეგიძლიათ გაიაროთ როგორც ერთმა პერსონაჟმა, ასევე კოოპერატივის სახით ჯგუფთან ერთად, ანუ მეგობრებთან ერთად. თამაშის ძირითადი მოთხოვნილებები არის ის, რომ მას სჭირდება ნებისმიერი Windows 7-დან ზემოთ, ოპერატიული 4 GB, ხოლო ვიდეო კარტა 1 GB. შემდგომი თამაში ჩვენს ტოპში ეს არის PlanetSide 2. გენიალური და შესანიშნავი, ასე ვთქვათ, გრაფიკის მქონე თამაში, სადაც თქვენ მოგიწევთ უამრავი საინტერესო და მასშტაბური მისიების შესრულება, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა როგორც ერთმა, ასევე კოოპერატივის სახით მეგობრებთან ერთად, შექმნათ თქვენი ჯგუფი და გაანთავისუფლოთ პლანეტა დამპყრობლებისაგან. თამაშის ძირითადი მოთხოვნილებები არის ის, რომ მას სჭირდება ნებისმიერი Windows 7-დან ზემოთ, 64 ბიტიანი ვერსიები, ჩემო მეგობრებო, ოპერატიული 6 GB, ხოლო ვიდეო კარტა 2 GB. შემდგომი თამაში ჩვენს ტოპში ეს არის Cloud Pirates. ეს არის ძალიან კარგი და დახვეწილი თამაში პირატებზე, ოღონდ განსხვავება არის ის, რომ აქ თქვენ ხდებით მეგობრებო, ცის პირატები, ანუ მეკობრეები, თქვენ ხდებით, ასე ვთქვათ, საჰაერო ხომალდის მეკობრეები და ცდილობთ ჰაერში დაიპყროთ ყველაფერი. თამაშის ძირითადი მოთხოვნილებები არის ის, რომ მას სჭირდება ნებისმიერი სახის Windows-ი, ოპერატიული 2 GB, ხოლო ვიდეო კარტა 512 MB. შემდგომი თამაში ჩვენს ტოპში და უკანასკნელი თამაში დღევანდელი ჩვენი ხუთეულისთვის ეს არის EVE Online. ეს არის შესანიშნავი თამაში, სადაც სიტუაცია ვითარდება კოსმოსში და თქვენ ცდილობთ, ასე ვთქვათ, ჯგუფთან ერთად მოიგერიოთ მტრის შეტევები, გაანთავისუფლოთ სხვადასხვა პლანეტები და დააარსოთ თქვენი ბაზები, რომლებიც მოახდენენ ამ კონკრეტულ პლანეტაზე კონტროლს და რაიმე, ასე ვთქვათ, პრობლემის შემთხვევაში შეგატყობინებიან თქვენ და თქვენ ისევ, ასე ვთქვათ, პრობლემის მოგვარება მოგიწევთ თქვენი სპეციალურ რაზმთან ერთად. თამაშის ძირითადი მოთხოვნილებები არის ის, რომ მას სჭირდება ნებისმიერი Windows 7-დან ზემოთ უახლეს ვერსიებამდე, ოპერატიული 2 GB, ხოლო ვიდეო კარტა 256 MB. აბსოლუტურად ყველა აქ მოცემული თამაშების გადმოსაწერი ლინკები აუცილებლად იქნება ვიდეოს აღწერაში, ჩემო მეგობრებო, მითითებული როგორც ეს ხდებოდა ადრე. დღეისათვის კი სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის. იმედია მოგწონთ ჩვენი ვიდეოები. თუ რაიმე შეკითხვა გაგიშთათ, დაწერეთ კომენტარებში ან მომწერეთ Skype-ში. მიშო 1027